Ეთერ თვალაზე აპლოდისმენტები. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა კიდევ ერთხელ. აბა ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო ეთერი რომ მობრძანდით ამას აქში 80 წლის ბრძანდება ქალბატონო ეთერი და ძალიან კარგია რომ გიყვართ იუმორი და ამის განწყობა გაგვთ ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და მოგცეთ ეს განწყობა. ნუ ახლა რა შეეხება აქ თქვენს ანკეტას გადავხედეთ ძალიან განათლებული კარგი ქალბატონი ბრძანდებით. უბრალოდ ერთი პატარა საყვარელი ცხოველი პატარა ვებხვი. ესე და მე წერეთ პატარა ვებხვი. მართალია პატარა ვებხვი საყვარელი თორე დიდი ვებხვი რა საყვარელი 10 ვიყავით ოჯახში 3 ვარ დამჭერილი. ხო. რა ვიცი მე შეკითხვები არ მაქვს შემიძლია მოგისმინოთ ბატონი ქართულისიც ალბათ მზადაა. შეგვიძლია დავიწყოთ. კი, დავიწყოთ. ქალბატონო ეთერი წესები ხომ არ შეგახსენოთ? თითქმის ყველა ვიცი, მაგრამ თქვენი ნება. მაინც შეგახსენებთ 5 წუთია. პირველი წუთი 50 ლარია, მერე 100 ლარი, მერე 200 ლარი, მერე 400 ლარი და მეხუთე წუთი 1000 ლარი. თქვენ შეგიძლიათ წარმატებული წუთის შემდეგ დაამთავროთ თამაში და თანხით წაბრძანდეთ, ან გააგრძელოთ, ოღონდ აუცილებლად უნდა გააცინოთ ჯიური, თორე დაკარგავთ თანხას. მე წარმატებებს გისურვებთ. 3 2 1 კახელი მოძღვრავს თავის შვილს ცითებით. აი შვილო, აი თერათითი იმითვინ გვინდა, რომ ვინ შეგეკითხება, როგორ არის შენი საქმეო, აჩვენო. საჩვენებელი თითი იმითვინა, ამ არჩიო, რომელი ვირი გჭირდება უფრო, აი ამ ვირებს შორისა. შუა თითი იმითვინ გინდა, რომ ვინც გაგაბრაზებს, თვალი გამოსჩიჩქნო. არათითი მაინც არათითია, იმაი რა უნდა ელაპარაკო, თავი გაჭირვებაც ეყოფა. მამი ნეკაი მამი. ეცლია დამთავრება ადამიანისთვის. აქეთ გიყურეთ, აქეთ. გაგეღიმა, ნიკოლოზ გაგეღიმა, კარგია ქალბატონო ეთერ ერთი თხოვნმა ცოტა იგეთ. მე მომწონს, რასაც მიყვება. ერთსაც გავაგებინო. კი ბატონო. კარგია, 50 ლარი თქვენია, ეს მოსალოცია, აპლოდისმენტები. რა შვებით, ვაგრძელებთ ამას? ვაგრძელებთ, მაგრამ ეს დამთავრებული არ არის. თქვენი ნება, თუ გნებავ ის დავამთავრო, ცოტა დრო რჩება, მე სხვისთვის. ხო და შეგიძლიათ ახალი დაიწყოთ, პრობლემა არ აქვს. შეგიძლიათ ახალი დაიწყოთ, პრობლემა არ აქვს. კარგით, მაშინ ახალს დავიწყებ. კი ბატონო. ან ეს თუ გინდათ დროის გარეშე ისე დავამთავროთ. ხო, აი დროის გარეშე. აბა ისე დავამთავროთ, რა ხდება? ნეკაზე რა ხდება? ნეკა, მამი, ნეკაი, ნეკა. ცხვირსა და ყურებს არა გამოჩიჩქნა აღარა უნდა ჯო. კარგია. მაშინ გადავიდეთ მეორე წუთზე. ეს არის 100 ლარიანი წუთი. ქალბატონო ეთერი ცოტა ჟიურისკენ მივტრიალდეთ თუ შეიძლება. ოდნავ ჩვენს. ოდნავ. მაშინ წარმატებები კიდევ ერთხელ 3 2 1 მე ახალგაზრდობაში ძალიან ხშირად დავდიოდი საზღვარგარეთ. ერთხელ ჩემს გოგოს ჩამოუტანე პალტო ძალიან ლამაზი. კაპიშონით, ბეწვებით გაწყობილი, ქვევით, ძევით და დიდხანს ატარა რამოდენიმე წელი და რა თქმა უნდა ძალიან მოხდებოდა, მაგრამ თანამშრომლები ძალიან გაუბრაზდნენ. რა არის ერთხელ უთხრეს, რა არის ამდენი წელი ერთი პალტოს ტარება, რა გაგიხდათ ამისთან. ბოლოს და ბოლოს აღარ უნდა გამოიცვალო, სირცხვილი აღარ არისო, ჩაღუნა თავი და უთხრა თქვენ მართალი ხართო, კიო. გუშინ წინაც ქონა მე და დედაჩემსო ამაზე ლაპარაკიო, რომ ისაო რა ქვია, პალტო გამომიცვალეო და დედაჩემმა მითხრაო, რომ შვილო, ეს ერთი წელიც მოიცადეო. აი ეს ერთი წელიც მოიცადე და შენ თავს გეფიცებიო. გაისისთვისო, მე აუცილებლად ამ პალტოს სარჩუს გამოუცვლიო. ხო და აი ასე დამთავრდა ეს სარჩურისა პალტოს ამბავი. ხო, როგორ დაიწყო, იცი შენ სახეზე ნიკოლოზ ღიმი? ხო, რა ნელა. კარგია, 100 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები ქალბატონო ეთერ. მაგრამ მე მინდა რჩევა მოგცეთ. ეს იყო ბოლო წამი, 59 წამზე გაეღიმა. ჩემი რჩევა იქნებ დავამთავროთ თამაში. დავამთავროთ? ხო, 56 წამი უკაცრავად ეს ყოფილა 56 წამი. მე მგონი რომ გავაგრძელოთ ჯობია. დარწმუნებული ხართ? არ გვეშინია რომ 100 ლარს დავკარგავთ? არ ვიშინია. მაშინ ჩემი რჩევა სიკვდილსაც ცუდია დაღრეჯილობა.
როდის თქვი? როდის თქვი ხო? როდის თქვი ჯერ კიდე? როდის თქვი? კი ბატონო, თქვენი არჩევანი ჩემთვის მისაღებია. წარმატებებს გისურვებთ. ოდნავ კიდევ ერთი რჩევა ცოტა სწრაფად. ერთი წუთი მაინც ცოტა. 3, 2, 1. ექიმა გამომიწერა თვალში ჩასატვირთებელი წამალი. იყო 50 მილილიტრი. და მაწვეთებდა ჩემი გოგო ამ წვეთებს თვალში. მე გაუბრაზდი. რა შვები რა ძალიან ძვირიანი იყო ეს წამალი. რა შვები ამ სისხლწვეთებს რომ მაწვეთებ თვალში 2 დღეში უკვე გამოილევა და კიდე ხელახლა უნდა ვიყიდო მეთქი. და გაჩერდა. რაღაც უყურებ, მე ვთქვი, ჩამაწვეთ ახლა რაღაც უყურებ. არა, დედა, ახლა მე უკვე თავ შევიკავებო. ცოტა ხანსო დავსვავ დიეტაზე თითოეულ წვეთსო და რომ გახდებიანო, აი მაშინ ჩაგაწვეთებ ნამდვილადო. აი ასეთი იყო ეს ამბავი, მაგრამ ახლა მოაწერებ კიდე სხვა. აბავ წადოთ, იმიტომ რომ 20 წამია დარჩენილი, სწრაფად. ვეღარ მოვასწრებ უკვე. შატილში ავიდნენ ბიჭები საკეიფოთ. იქეიფეს და უნდათ არა, ვეღარ მოვასწრებ უკვე. გაგიჩინა. აი ამასობაში წესებიოს რომ ძალიან და ვერ გამომაპარე ეგრევე. გეგონა რომ მორჩა ყველაფერი? გეგონა? ვერ გამომაპარებ ნიკოლოს. კარგია, ქალბატონო ეთერ. 200 ლარი თქვენია აპლოდისმენტები. აიშე. რა შევი, ეხლა ჩემი გულით ადირჩევა. რა ვიცი, 200 ლარი ცოტა არა. არა, ცოტა არა. მაგრამ მე მინდა 1000 ლარი. 1000 ლარი გვინდა. 1000 ლარი გვინდა? გვინდა 1000 ლარი. შვილებისთვის მინდა გადავიხადო სწავლის საფასური და 400 ლარი რას ეყოფა? ხო, არა, 1000 ლარი კარგია, მეც მინდა 1000 ლარი, არ ვიტყოდი ვარ. უბრალოდ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ისტორიაზე არ გაიღებათ, ეს ხელი რატო გამირბის აქ არ ვიცი სულ, მაგრამ აი, გამიდასტურა. გასაგებია. ეს იყო შემთხვევით რაღაცაზე გაიღიმა ნიკოლოს. ვიცი. ასე რომ საფრთხე არსებობს, რომ დავკარგოთ 200 ლარი. არსებობს საფრთხე. მაგრამ არ გვეშინდა. მაგრამ წეგანაც გითხარით. ნიკოლოზის სიტყვა. მე ტანკისტი ვიყავი ომამდე. ეს როდის თქვი? ეს ისო გადავიღე, რა ქვია? 47. 47. ცისფერი მთები. ცისფერი მთები. ასე იგი. მაშინ ისევ წარმატებებს გისურვებთ. 3, 2, 1. გურიაში ერთ-ერთ ჩამოჩენილ კოლმეურნეობაში შეცვალეს თავმჯდომარე. ეს მეორე თავმჯდომარე გამოდგა ძალიან ყოჩაღი, შეცვალა ყველაფერი, მოიწვია თავისი კოლმეურნეები და ანგარიში სიტყვით წარსდგა მათ წინაშე. უთხრა, აი ამხანაგებო, ჩვენ ჩაისკრეფის გეგმა და ჩაბარების გეგმა 100%-ით ჩავასრულეთ. დანარჩენი გეგმები სულ ყველა ასე შესრულებულია. დაგვრჩა ერთადერთი კვერცხების საკითხი მოსაგვარებელი. აი ეხლა მე უნდა ვთხოვო ჩვენი მეფრინველეობის ფერმის გამგეს ქალბატონ ნელის, რომ პაცა წამკრას ხელი კვერცხებზე და თუ პაცა წამკრა ხელი კვერცხებზე, აი მაშინ კი ჩემი საქმე იქნება ყველაზე კარგი ძაღლი, ვერ დაყებს ჩემბერსო. არ გეცინებათ. არ გეცინებათ. ვაიმე. სამწუხაროდ. მე რა მინდა რომ თქვა, ეს ისტორია მე ვიცოდი. მე არ ვიცოდი ისტორია გამეცინა მართლა. ძალიან კარგი. თუმცა რა თქმა უნდა შე ყველაფერი იცი. სხვანაირად, მაგრამ ყველაფერი იცი ნიკოლოს. მე გაგაფრთხილეთ ქალბატონო. გულითადად მინდოდა რომ აი წაგეღოთ ეს 200 ლარი მინდოდა. მაგრამ რა თქმა უნდა. მაგრამ გადასარევით ამაში იყო ძალიან მხიარული ქალბატონი. დიდი მადლობა რომ ამ სცენაზე მოხდით. კიდევ გელოდებით აუცილებლად ახლა კი აპლოდისმენტები გავასწრებთ.